მე მინდა მზია მაღლობელს მოუწოდო მე თვითონ 50 დღე ვიშიმშელა ვიცი რა არის ეს გაუფრთხილდეს დავის ჯანმრთელობას მე მაშინ ძალიან ახლოს ვიყავი სიკვდილთან და არ მინდა რომ მზიამ გაიმეოროს ეს გამოცდილება იმიტომ რა თქმა უნდა მის მიმართ მაგ განსაკუთრებული სოლიდარობის განცდა მე მინდა ასე უთხრა ყველას ვინც მე მეჯიბრება მეცილება რომ მართლაც გონიათ რომ ამ გაუბედურებულ პატარა ქვეყანაში მე ვარ თქვენი კონკურენტი რაიმე თანამდებობის დაკავებაში მე საკმარისი ასობით ვარ ჩაწერილი უკვე მსოფლიოს ისტორიაში საქართველოს მე ჩემი გავგზავნოთ ისმის ისტორიას საუბრობთ მე მინდა ყველას ვთქვა აქტიულობას თამაში უნდა მორჩეს დაამთავრდეს იმიტომ რომ საქართველოს მატარებელი რომელიც სწრაფი ტემპით მიდიოდა იმ 9 წელიწადში ჯერ შენელდა შემდეგ გაჩერდა და ახლა უკვე დეპოშია საქართველოში დამყარდა კლეპტოკრატიული დიქტატურა და მხოლოდ წინააღმდეგობის საერთო ფრონტი მოგცემს საშუალებას იგი დაუწვიოთ. მე მეწოდება ყველა ვისაც გონია რომ მე ვარ მათი კონკურენტი ქართულ პოლიტიკურ ჭაოში. მე მეწოდება ყველა ვინც აგრძელებს პოლიტიკური პარტიულობის თამაშს. მე 4 წლის წინ ჩამოვედი თავი გავწირე იმისაც რომ ვიცოდი რომ საქართველოს ამ მდგომარეობაში იყო უკვე ბევრზე ადრე ვიცოდი და მინდა გითხრათ რომ მე ვისჯები სწორედ იმისათვის რომ გავბედე ამ გისოსებს მიღმა ვარ მხოლოდ იმისათვის რომ გავბედე და საქართველოს გაბედა საქართველოს ისჯება იმით რომ იყო წარმატებული იმით რომ იყო სოფლიოს დადებითი ყურადღების ცენტრი იმის გამო რომ არ ჩადგა შეუნგან კლეპტოკრატიულ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების ყოფში იმისაც რომ ჩვენმა ხელისუფლება გაბედა რომ ხალხის იზაზრვა იმისაც რომ ჩვენ არაფერი არ მოგვიპარებს ამის გამო ისჯება საქართველოს და ამის გამო მამყოფები მე გისოსებს მიღმა ჩვენი პრობლემა რუსებზე მეტად რუსებზე ბევრად მეტ არიან სულ გაყიდული ქართველები და მე მინდა გითხრათ წარეს იმართლე თურის წინაშე არის დღეს საქართველო უკრაინაში შეიძლება შეწყდეს ცეცხლი მაგრამ მე ძალიან კარგად ვიცნობ რუსეთის რეალობას და მინდა გითხრათ რომ რუსეთი ვერ გააჩერებს თავის სამხედრო მანქანას მას აუცილებლად დაჭირდება იმ პერიოდში როდესაც იქნება ცეცხლის შეწყვეტა უკრაინაში და შემდგომ დიდ ომს შორის რაიმე სახის სამხედრო კამპანიების წარმოება იმიტომ რომ ამ კამპანიების გარეშე რუსეთის სახელმწიფო ჩამოიშლება დღევანდელი ფორმით რაც არის ის ჩამოიშლება სად შევა რუსეთში უკრაინას ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ბალტიის ქვეყნებში ალბათ არა იმიტომ რომ ნატოს კოლგა და პრეზიდენტი ტრამპი ამას არ გაატარებს აზერბაიჯანში არა იმიტომ რომ აზერბაიჯანს აქვს ყავს სერიოზული არმია და ზურგს უმაგრებს თურქეთი ყაზახეთში არა იმიტომ რომ იქაც ჩინეთის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია და ჩინეთი ამას არ გაუშვებს რჩება მხოლოდ ერთადერთი ადგილი უпростоოდ ორი ქვეყანა ერთ ადგილზე გადაბმული ერთმანეთს საქართველო და სომხეთი სომხეთი იმიტომ რომ ვერ დაალაგა აზერბაიჯანთან თურქეთთან ჯერ ურთიერთობები და ძალიან დაუცველია და ძალიან დიდხანს დაჭირდა თავისი პოლიტიკის ორიენტირების გარკვევა და დრო დაკარგა და საქართველო იმიტომ რომ ჩვენ ვართ სრულიად უპატრონოდ დარჩენილი ყველა ჩვენი შესაძლო ხარდაჭერი და მეგობარი გადავიკიდეთ და მათი ყველანაირ ხარდაჭერის გარეშე დავჭირთ ჩვენი არმია გაანადგურეს მიხედავთ რომ ძალიან ბევრი ხილსაური სამხედრო ყავს
ჩვენი სამხედრო წარმოება გააჩერეს და გაანადგურეს ჩემი მიერ შექმნილი და ამგვარად როგორც კი შეწყება წესრიგ უკრაინაში ძალიან დიდი საფრთხეა რომ განხორციელდება საქართველოს სრული სამხედრო ოკუპაცია და საქართველოს გავლით სომხეთის ოკუპაცია. აი ეს არის დღევანდელი საფრთხე. ჩვენ ვართ სრულიად უპატრონები ოლიგარქის პოლიტიკის გამო ლანგარზე გამზადებული რუსეთისთვის მისართმევად. თუ სასწრაფოდ არ შეთვალეთ სიტუაცია, თუ სასწრაფოდ არ გამოცვალეთ ეს რეჟიმი, საქართველოს დამოუკიდებლობა ითვლის ბოლო თვეებს და შეიძლება არაწერი წელიწადი წადებს სწორედ თვეებს. საქართველოს დამოუკიდებლობას საქართველოს თავისუფლებას უკვე დაესვა საფუძვლო წერტილი, საქართველოში უკვე არის დიქტატურა და შემდეგ საქართველოს ფორმალურ დახერხებულებასაც მოეხება ბოლო. მე ამას ვამბობ როგორც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქმნელი და ფუძემდებელი, რომლის წვრილის დანახვა ბევრს თავისი წვრილმანი პატარა ადამიანების გამო არსურს. ამ დღევანდელ ჩემ გამოსვლასაც ტელევიზიის, მათ შორის ოპოზიციური ტელევიზიის უმრავლესობა არ გადასცემს, ზუსტად ვიცი და მათ შორის პოლიტიკოსების უმრავლესობა და დიდი ნაწილი უმრავლესობას ნამდვილად ამიტომ უბრალოდ დაიგნორებს. მაგრამ ჩვენ გვაქვს სოციალური ქსელები, ჩვენ უნდა გადავაზიაროთ ეს სოციალურ ქსელებს და ჩვენ უნდა გავამხილოთ ჩვენი ხალხი. საქართველო არის სასიკვდილო საფრთხის წინაშე და ნამდვილად არ მინდა ამას რაღაცას დაშაქრულად ამ თემაზე ვილაპარაკოთ. წარე სიმართლე უნდა იყოს. მე მინდა გითხრათ, ჩემო მეგობრებო, რომ ბელარუსიც გამოდიოდა ხალხი, ძალიან ღირსეული ხალხია, ბევრი გამოდიოდა, მათ იქაც საუკეთესო ნაწილი საზოგადოების, როგორც ჩვენთან საუკეთესო ნაწილი გამოდის და მას არბებს ყველაზე საზიზღარი ნაწილი, მათ შორის ციხიდან გაშვებული კრიმინალები. აი ეს მრავალი ასეული კრიმინალი, რომელიც გაუშვეს ძალადობრივი ახლა. თქვენ გონია ისთვის გაუშვეს? ეს არის სწორედ ის ბრიგადები, რომელმაც უნდა დაარბიოს და თუ საჭირო ესროლოს ჩვენ პროტესტანტებს, საქართველოს საუკეთესო ნაწილს. იქაც გამოდიოდა ეს ხალხი წინა მოპარული არჩევნების შემდეგ. ძალიან ბევრი. საქართველოზე ბევრი ალბათ. დღესაც გამოდის ბელარუსის ახალი არჩევნები, ახალი ზუსტად ესევე ჩატარებული არჩევნების შემდეგ ბევრი ბელარუსი ქუჩაში. ოღონდ ვარშავის ქუჩაში, ბერლინის ქუჩაში, ნიუ-იორკის ქუჩაში. მინსკში არის სამარისეპური სიჩი. ასევე იქნება საქართველოს თუ ეს ბოლო შანსი ქართულმა ხალხმა არ გამოიყენა. გაფრთხილებელიც იმით შეკეთება, რომ არაფერი ძველებურს არ დაუბრუნდება. დიახ, არაფერი ძველებურს არ დაუბრუნდება. ყველაფერი სულ უფრო გაუარესდება. და საქართველოს დაკარგავს სახელმწიფოებრიობას. ამიტომ მეგობრებო, ძალიან ხო თვალებს შევხედოთ ჩვენი სახელმწიფოს სიკვდილის რეალურ საფრთხეს. და ყველაფერი ვიღოლოთ, რათა ეს სიკვდილი თავიდან ავიციოთ, რათა საქართველოს დაღუპვა თავიდან ავიციოთ. Я хочу звернутися до поважного консула України, яка присутня в залі, за що я вдячний. Це означає, що Україна мене не залишає. Олена, я на вас чекаю у в'язниці сьогодні, позавтра. Але я хочу звернутися до українців. От те, що росіяни скоїли в Грузії, гарно показує модель їх поведінки по відношенню ко всім. Вони спочатку можуть підписати припинення вогню, а після починають розхитувати країну зсередини, особливо в умовах можливих виборів. Вони обов'язково почнуть шантажувати, як це вони зробили в Грузії, українці тим, що якщо вони оберуть Зеленського, то війна почнеться знову.
Для Москвы так вони зробили у нас і привели до влади московітів. Те, що для Путіна Зеленський є головною проблемою, це не таємниця. Він відмовився і відмовляється здати Україну. І вони хочуть вирішити цю проблему за допомогою виборів. І я сподіваюся, що народ України зможе зберегти пильність і не дозволити ворогу розтрощити країну таким шляхом. Тому я абсолютно згоден з президентом Зеленським, що без дуже серйозних гарантій безпеки Україна опиниться в величезній пастці. Це одно, якщо і ще одне, якщо тимчасово припиниться вогонь в Україні, росіяни з великою долею вірогідності захоплять мілітарно Грузію, а також і Вірменію. Тому що їм буде важко відразу напасти на країни Балтії, бо там НАТО захищає, Азербайджан має потужну армію, там є і має підтримку Туреччини, Казахстан має підтримку Китаю, і тільки залишається Вірменія і Грузія, які дуже слабкі, а в Грузії є промосковська влада, і вони абсолютно беззахисні в умовах збройної агресії повного захоплення. Як українського громадянина і патріота Грузії України, мене це дуже турбує. Пека іსაც ვილაპარაკე რუსეთის შესაძლო შემოჭრაზე ის მოდახო. აი ეს არის ისი თქვა დღეს უნდა მე დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გაფრთხილება გავაკეთე და ძალიან ხო ერთმანეთს გადავუზიაროთ ეს დრო შეება ძალიან ცოტა მეგობრებო. და რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ცდილობს რომ გამაქროს საერთოდ ეთერიდან და გამაქროს საინფორმაციო სიმცირიდან და საერთოდ გამაქროს სიცოცხლიდან ცხოვრებიდან. მაგრამ თქვენ არ უნდა გახდეთ მე ძალიან მადლობელი უამრავი ადამიანს რომელიც ხარს მიჭერს სოციალურ ქსელებში ჩვენ რა თქმა უნდა ისინი შეეცდებიან პარტიების აკრძალვას მაგრამ ეხლა წინააღმდეგობის მოძრაობა უნდა მიიღოს ყველანაირი ფორმა და უნდა ისწავლოს საკუთარი თავის დაცვა გვეყოფა მუდმივ სკვერპლის პოზაში ყოფნა სკვერპს საბოლოო ჯამში გამარჯვება არ უწევია ხოლო მათთვის ვინც უარსამოს იყოს სკვერპლი არის გამზადებული გამარჯვება და წინსვლა და გადარჩენა. ამ შემთხვევაში საუბარია საქართველოს როგორც სახელმწიფოს გადარჩენაზე. ჩვენი დემოკრატიის და სახელმწიფოებრიობის აღორძინებაზე. აბა თქვენ იცით, დიაკوام სიმ, სლავა უკრაინე, დიდება გმირებს, დიდება იბძვის მათ Слава ЗСУ. Мы обов'язково переможемо. Дякую.